გამარჯობა მეგობრებო, ჩვენ სპონტანურად გადავწყვიტეთ, რომ ეხლა არის ღამის პირველი საათი და წავიდეთ გოდერძიზე. ცივა და ჯერ სად ვართ? გოდერძის უღელტეხილზე. იმიტომ რომ დარეკეს, რომ ძალიან კაი თოვლი წამოვიდაო და ჩვენ ვართ, რომ პირველი ნაკვალევი ფეხის თუ პროტექტორის ჩვენი არ იყოს მაღალმთიან აჭარაში. და მე როგორც გრინჩს და გრინჩის დედას ნამდვილად არ მომწონს თოვლი. ზოგადად მე არ მიყვარს, მაგრამ შევიყვარო. მივდივარ, იმიტომ რომ მართლა ძალიან თხოვეს. არა, კაი, მეც მინდა. სარი, როგორც ცივა, უკვე მომდე ჩა. აუ, ნინას რა ხან ცივა? ხო, ესე იგი მართლა ცივა, ხალხო, მართლა ძალიან ცივა. მე სპექტაკლ ნათამაშები ხო, ბეჟო და დანარჩენი ჩვენი მეგობრები გველოდებიან უკვე გოდერძიში, ში და ზე და აი ეს 1 2 3 რამდენი მანქანა 1 2 3 4 5 მანქანა მივდივართ. რა თქმა უნდა, ოხრაუდი და ვიბურღაოთ, ხო? უნდა გავყოლოთ გზა. ანეტებისკენ. გუხტის ფულს, ხო? გზის გაკვლევაში. მივდივართ სასტუმრო გოდერძი ამბასადორში და სასტუმროდან არც ისე შორს არის ულამაზესი ტბა, მწვანე ტბა, რომელთანაც მიდის ულამაზესი ტყის გზა, თოვლიანი და ვერაზროს ვერ ვნახეთ ეს მწვანე ტბა, იმიტომ რომ ძალიან დიდი თოვლია ხოლმე და წელსაც ვეცდებით. რომ ვერ ვნახოთ. მაგრამ კაი კადრები გვექნება. მოვდივართ გოდერძი. იმენა ახალ მანქანას გავს ნამდვილი ჯგირია. მანამდე იყო JK მოწყენილი. ეხლა არის რაზიანი. ცოტა თავში ავარდნილი. აი პიტალო რა. მე რომ მევასება ეგეთია. თოვლი შემოგვეპარა და აი უკვე ნელ-ნელა გვერდებზეც დადებულია. და ესე იგი თოვლი თუ ჩვენ არ გვაკითხავს, აღმოჩნდა რომ ვაკითხავთ ჩვენ. ხა იწება დამპური თამაში. ნო, ატოჯექი რა. უკვე ძალიან მალე ჩავალთ, სადღაც ალბათ 15 წუთში, მაგრამ მაგარი ჩათლახი თოვლია, მაგრა გვასრიალებს. და სუზანოსებით შევდივართ მოსახვევებში. დისტანცია გვაქვს დაჭერილი, ვცდილობთ ყოველ შემთხვევაში, მაგრამ მე არ გამომდის ხოლმე. თოვლის ქვეშ არის სულ ყინული. აი, თოვლის ქვეშ არის სულ ყინული. მართლა ეგრეა, იმენა ვაზანოსებს სერიოზულად. ძალიან ახალწლური გარემოა, ხوار წამაქციოს ნაწილსგან მოვიპარო. იმას შეხედე გეხოცები, აი ეს პატარა სოკო. ძალიან მაგარი ხუდი გეცია იცი. ამზადებენ მანქანებს გასვლისთვის. ხო, დაუშვით რა. როგორ ახლა? ნიჩიო, შენა? კარგად. ნორმალურად ხავში რო იცოდა, დაუშვი ნორმალურად.
რატო არ მყავს? ვინაც შემოშტო. შენ. მე ნათხოვარი ვარ. ვისი ხარ? ვისი ხარ? მამა ჩემს. ვისი ხარ, ბიჭო? აი ჩემზე გიჟი. აუ დაჩა. ორ საუბრო შენ დაუშვებ, ორს მე დაუშვებ, ეჩატკები დამჭა. მე ვაფშე არ მაქვს რომელი ჯობი. წავალთ რაზე ლაპარაკ. გასაჭრელზე უფრო იულია. მე აღარ ივლი. გოგოები ვეღარ ივლიან გასაჭრელზე? რამას ველოდე? ჩვენ გოგოები ივლიან. შენ სად მიდიხარ? საიკინდა რო და. დავედი, გრინჩში მიდიხარ? გრინჩში? და დილიდან რატომ მიშლენ რებს? აი დაუშვი და მოვდივარ. საბურავად დაუშვი და მოვდივარ. მართლა მეუნები ხო? ხო. აუ დამიშვი თვიმე. ნოლორზე დაბლა არ ჩამოვხდი. კი, მაგრამ ეგრე ძალიან არა. 0-8-ზე. გავიდეთ? აგო მომაწევინე დუბლიარე. იო, სიგარეტი. ხალი სიგარეტი. გამარჯობა მეგობრებო. აქ ყინავს. ყინავს ძალიან ცივა და ძალიან მაგარი ამინდი გვაქვს იმისთვის რომ ავიდეთ და კიდევ ვერ ვნახოთ მწვანე ტბა. ვამბობდი გუშინ. ჩვენ გადავწყვიტეთ რომ წავიდეთ სად კონკრეტულად მოგვიყევს. ესე იგი ჩვენ მივდივართ მწვანე ტბის მიმართულებით, მაგრამ ალბათ აქ ვინც არიან ნამყოფები ექნებათ ეს ულამაზესი ტბა ჩვენგან განსხვავებით ნანახი. არის ორი გზა არის, ერთი ადამიანური გზიდან ეგრევე და მეორე არის ესე ნაძვნარში ულამაზეს ტყეში გავალთ, გავყვალავთ, პირველი პროტექტორი იქნება ჩვენი და ვერ მივალთ. ხო, ესეთი ვერსია დაიდო, რომ გოგოები გავიდნენ პირველებიო. იმიტომ გაკვალონო პირველებმა, იმიტომ რომ მერეო ვეღარ გაივლიანო. ჩემ მანქანა აქ თავისით დადის უკვე. ვეღარ გაივლიანო ბეჟო. გასაგებია. ვერ გავიგე რა თქვი? ზემოდა შედის ბეტონის გზა და ჩვენი საუბრობდი გზა ქვემოდან არის. სად მიდიხარ? просто ამ იმაში რა აი მოკლედ ეხლა დღევანდელი სიარულის ეს უთყავდა მარჯვენა. არა. თოვლის თემა. რა თოვლის თემა? სად მიდიხარ? ნოლორზე რო გვაქვს მაგიტო. არა, მაშინ უნდა დავამატო. ამაში მეტი დაიშვა მან. არა, დისკს გავტეხავ, თუნ დაიარა. ძალიან გვაქვს მე მგონი საბურავი დაშვებული. ჩვენ ვიდრა ბრახაბროხი გვაქვს. არ არის ეგრე დაშვებული საბურავის ბრალი არა. ხოდა მოკლედ არ უნდა დაგიბუქსავდეს თავარი ამის დღევანდელი სიარულის ტაქტიკა არის ასეთი რომ არ უნდა დააბუქსავდე თორზე უნდა იარო ზევი. კერდები? იმიტომ რომ ეს არც ერთ შემთხვევაში არ გეყოფა არც ერთ მანქანას, იმხელა თორში მივდივართ და უნდა ვიაროთ მოკლედ ზევიდან რა. ამიტომ გვაქვს 0-2-ზე დაშვებული. ამ დაგველოდეთ ერთად ვიაროთ რა. ძალიან საცალო ვარ რა. ხეს დადი ნაგა დადი. წინ ვინც არის გაჩერდით რა. პასპორტი ხوار კიდე რომ შემოგაწოდო. პროსორდი აი უკანა გზაზე რომ ჩავრჩებით სადმე მე შევავსოთ. ბიჭო, ასახვევი აღარ მახსოვს და ასახვევთან გეხარ თუ აუხვიეთ. ეს ბეტონიანი გზას გამოყევი და ასახვევამდე ჯერ პრო არის ძმაო. გადასურეს. ამო გააჩერე რა უკან რაღაც ურტყავს რა ამას რა. აქე დაწეულია. აქეთა მხარეს დაბლაა უფრო, ბამსტოპი უთავს. მე გარაფერი რა. აქეთ ნახე ბამსტოპი როგორ ახლოს არის და იქით ეს რა ქვია, სანდრო შენ იქით ხარ ეს უნდა არის არა? ჰა? ძალიან არის დახრილი. დახრილი ეხა, წადი იქით და ბამსტოპ შეხედე და აკაშურებ.
დააკვირდა. კი, შტეკერი. აბა დავაგზავნოთ რა უნდა ვქნა. დააკვირდი რა. დავაგზავნოთ რაღაცა ნუ ხმამთ ინსოლეში კი რაღაცა ვუძლებდი. გადმოხრილია ხო? მიდი იქით ნახე. არა, გაშლი. რაცა პრობლემა გვაქვს ხადავოის კი არა, რა ქვია იმის. კოილოვერებში. იცი შენ ჩვენი იმპერატორი ვინ არის? ჩინეთის იმპერატორი ცოცხალ პირველი, ბატონი დავით. უშინ შევარქვით გზაში, რა თქვენ არის ცოტა. ჩვენ ხო წავით. ეხა ჩავს. არც ხნივაირა. რას გეუბნები? დაბლა მოიყურები თქო. კი ბატონო. არ მიყურები. მართლა ჩართული ქონდა? ჩანდა? ანუ ვარი გვაქვს, ხო? კი. დაუმტკიცებ რომ დაბლა იყურებს. აქ დაიხედები დაბლა და ჩავარდებით იმაში რა ქვია. პირდაპირ ამბასადორში დავეცი. ჯაკუზში პირდაპირ? ო, გარე ჯაკუზები რო. ნანკა გამოიხედება და დაეში. მართლა კილო არ მოქო. ხალხილი ვარ უნდა გქონდეს სახში. სახში ეს შენი სახლია, ჩაკო. აი ეს ალალბეძე მივდივართ, მე ცოტა ხანში არ ვიცი, მიმტყუნეს ნევრები და გადავждები მამუკასთან. იმიტომ რომ ბავშვი იძახის რომ გზას ვერ ხედავ. და მე სად გადავწყვეტ? შენ ეს შენი ხვედრია საერთოდ. ავიტან ბოლომდე. მე სამ ტკივნეულ რაღაცებს იძახე. მართლა? ვეშ გულსტენ. სად გტკივა? აქ აი. მეშინია და რა ვქნა? მე ცივი წყალი დალიეწმა რა. ეგ ნაწყენზეა. აი მე უნდა ვქნა ხო? ეგ შენ უნდა. შენ უნდა გქონდეს, შენ უნდა დალი. ვიცი ისეც ვერ ხედავ. შეგიძლია ამაში. წამოდი, საბურავი ოდნავ მარჯვნივ აიღე, რული ოდნავ მარჯვნივ აიღე და წამოდი. დოდესი მაშინ ჩავადრილი განმარში. ტყუილად ხა ამბავი. აიღო პრინცესობა მომდა უცებ, მონსტრია, მონსტრი. მართლა. თოვლის ოფროუდი არის ძალიან მაგარი რა. ხანსათაშვილების დათქმა და ალახთან შედარებით. არის სულები, ხარ სუფთად, შენს და მანქანაც. და ცოტა სხვანაირი ტარება გინდა. დინჯი წყარი მშვიდი, ნერვებიც დამშვიდებული გაქვს. უფრო დალევის ხასიათზე ხარ. მე თავარი. კაპოტზე გაშლი ბარდნის. აუ დღეს მაგრა დაოლევ. იგუნდავებ. იგუნდავებ თოლშეჭამ. დღეს დავლევ. რა და? კიდურები უნდა გავიჩფო.
არა, მართლა უნდა დავლია. მეც თამარლებია თუ. შენთან ერთად უნდა დავლია, სანდრა. შენთან ერთად, სმარი, კაი. შენ შვებამდე არსო. ხო. შენთვის არა კოკაკოლა მაქვს. და ბავშვთა ოთახში შეხვალ მე. კიტრი და ლიმონადი თუ და გარდაირო ჩენ და ზუკა. კიდევ ჩავარდა ისევე. ოპა, უკან გააქვს გამოსასვლელი. ძალიან დიდ ქვაზეა. გამოდი. მარცხენა საბურავთან გაქვს ძალიან დიდი ქვა. მაგას მოუარო უნდა. ეგ გზა არის ვაფშე? ეს ჩვენთვის ეს არაფერი არა. არა, დიაგონალი იყო და იმითოს არაფერი შეამუშავდა. და მოუჭირდა იმას. ჩვენთვის ეს არაფერი არა. ნუ, რაღაც სხვა გზით მივყავართ რა მგონი ახლა ხერხი შევდივართ ახლა ეს ხოდის წერა და შენ წერად არა ხო? მე პირდაპირ ავაჭრა. არა, მოცადე. გასტორერული. ერთი გაზდა შენსკენაი. ჩემსკენი ხა? ვაფშე არ გაჭირვე. ვაფშე. გამორთოთ ხო? იმავალზე არ გამო. პირველი მიწმიდის ამ შემთხვევაში მამუკა არის სერიოზული რისკის ქვეშ. იმიტომ რომ მიდის პირველი და არ ჩანს არაფერი და ნებისმიერ დროს შეიძლება ჩავარდეს ძალიან დიდ ღრმა კალიაში, კანაოში და ის კანაო როგორი იქნება ესეთი კაცმა არ იცის. ამიტომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ამიტომ ყველაზე დიდად რისკავს ახლა მამუკა. ჩვენ ვართ დაზღვეულები, მესამე მანქანა მივდივართ, პირველი რომ სადმე ჩაყირავდეს, ჩვენ აღარ ჩავყირავდებთ. კაი, ნუ გავაბუქსავ. რო დაბუქსავდები, გაჩვენ, დაბლა ჩადი. არც აქეთ არა. ცოტა მეტი გაზით მი. ცოტა კი არა, კარგად აგრესიულად აზარი მი. ეს შესკნა. დეგრეიჯ. ეს არის საღმართია, სწორად გავართ, მიდი მამო. ეს დახმარება დაჭირდება ალბათ წინიდან. არა, просто გააჩერა. მალე. პარკინგი. ხვედი მამო. კი. მოსულია. მოვიდე. ბლოკები ხარ ჩაგვერთ. ვისერწუდი. როგორ მეძახის? ერთი წუთი. ორმა მანქანამ დააპარკინგა ეგრევე ერთდროულად. ჩვენ რა ვქნათ აურა? ოდნავ მიდი. ავიდოთ? არა, ბოლომდე არ შეხვდი ჯალავარი გამომწვი. მამო მომიხმარე? რომელი კაცაა? ორი მანქანა ჩაჯდა. ეს არის ირაკლის მანქანა და ეს არის მამუკას მანქანა. ხო და ჩვენ ჯალამბარის პულტი ვერ ვიპოვეთ, მაგრამ აღმოჩნდა რომ ჩემი პულტი არის დათოსთან. ხო და ეხა მოკლედ ამოვიყვანთ და გავაგრძელებთ მწვანე ტბისკენ სვლას და მცდელობას რომ იქამდე ავიდეთ.
აუბრალ საერთოდ ყოველ. ეს კი გასულებ თემა იმისა რა. პრობლემა არ აქვს. შეახვიე. ხო, ისევ კნოპკა ატრაკებს, არც ერთი არ იფრთხება. აი, ჩემში კანდიდატი. არა გვაქვს ჯალა. რა მაგ პროსტა მეშინია ცოტა თერაპია და რა ჩამაყირაო. მეო არ დგას თერას ნინა ეხა უკვე დარას. იარე. რული კარგად გიჭირავს, ჩამოდი. ნუ გააჩერებ ნინა. რო დაიძურები წამოდი. იარე. დაბალი გაზი მიეც და კარგად გიჭირავს რული, მოდი. იარე, არ გააჩერო. კარგია. რული ოდნავ მარცხნივ ისევ. ოდნავ შენსკენ ანუ. მოდი იარე, კარგად მიდი, მოდი ხარ და არ გააჩერო. იარე, ეგრე ხოდი. აია, რული ოდნავ აიღე აქეთ. მარცხნივ, პი, აი ეგრე, მოდი. არ გააჩერო. იარე. ნინა არ გააჩერო. გაასწორე რული. იარე. როზე მარჯვენა სადუღაჩი. ოდნავ აუშვი, კაია, ჩემსკენ აიღე, გაასწორე. მიეცი გაზი. ჩემსკენ აიღე. ხო, მაგას. გაზი და ნუ უშვებ, ჩამაცულოს არ უშვებ. ჩემსკენ აიღე. ჩემსკენ. პირიქით. ვაცადე შენ შემოგე. Всё? ჩემსკენ აიღე. ეხა შენსკენ. ეხა? წადი. მოკი გაიჩ, მაგას. ჩემსკენ. ნინა გამოდი უკან და რა თქონი დადი ეგეში. არაფერი არ მოხდა. არ ვიცი ძმაო, ამ გოგოს რაღაცა ისეთი ბედი აქვს. ხოთე მოდით და ერთად ვიაროთ და თან გადაიდეთ. ვაფშე აი მართლა არ ვიცი რა. ვიდან ხარ, საიდან ხარ? ჰა? თუ? ბედი თუ? ბედი გაქვს თუ რა გაქვს? არა, მაგარი ხარ აი. აი დღეს ხო პირველად არის თოვლში რა. თოვლის გამოსtildeებას პირველად იყოს. გულის ხო ამხელა თოვლს ნამქერებს რა. ძალიან სწრაფად ითვისებს ყველაფერს, რასაც ვეუბნები რომ ესექენი, იქ მოზომილი გაზი, იქ ცოტა მეტი გაზი, იქ ის. ოჩა. ნახავ თქვი. უნდა გასახელო თქვი. ხო, დარწმუნებული. თოვლშიც უნდა მასახელო.
აბა როგორია შთაბეჭდილება? დიდებული შთაბეჭდილებების ქვეშ ვართ მე და ბეჟომ, რა თქმა უნდა. ძალიან გავერთეთ ვისწავლე ახალი რაღაცები ისევ, ამიტომ მანამდე ტალახში თუ ვიყავი შეუპოვარი და დაუძლეველი, ეხა უკვე თოვლშიც ეგეთი ვარ. ხო და ეხა უკვე გავიგოთ ნინა რას ფიქრობს ამ ყოველივეზე. მე მინდა ვთქვა, რომ ზუსტად 2 წლის წინ დავიწყეთ 2023 წლის 16-17 დეკემბერი იყო, რომ დავიწყეთ მწვანე ტვაზე შეტევები რა. მას მე 2 წელია ვუტევთ და დაახლოებით 6 თუ 7 მცდელობა გქონდა. ან მე-7-ია ეს რა. და პირველად მოვედით ტბასთან. მანამდე შუაგზაში გავიჩხირეთ ყოველთვის. მადლობა ნანკას. ესე იგი, მეგობრებო, ჩვენი არ ვიცი მე რამდენიც და არის რომ მწვანე ტბა გვენახა. ვერასდროს ვერ ამოვაღწიეთ ამ ტერიტორიამდე, როგორც ადრე გითხარით და ახლა ვარ ზუსტად იმ გადასახედთან, საიდანაც წესით უნდა იშლებოდეს ულამაზესი ხედი მწვანე ტბაზე. მაგრამ სამწუხაროდ ამინდის გამო ხილვადობა არის ძალიან დაბალი, ვერ ვხედავთ. მაგრამ ბუნება არის საოცარი, აი ზღაპარი არის, ზღაპრებში რო ხატავდნენ ხოლმე წიგნებში, ზუსტად ეგეთია და ყველას უნდა ქონდეს ალბათ საშუალება, რომ ერთხელ მაინც მოხდეს აქ. გამარჯობა, როგორ გადი? Все, შენს. შენ რანაირა? მაზე შევხვდი. შენგანა. რაყოლებაზე ფიზები არის, როგორ სამშტარი ხარ. სადაც. ოთხი მოხედა. აუში. გაიწიეთ ხა. ნახევარსაათში გავდივართ 10 მეტრს. დავბრუნდეთ და ჩავიდეთ ნორმალურ დროს. ნორმალური დრო რა არის? 7-8. თუ განაგზავნის რთული იქნება. 7-8-ზე ჩავალთ, ვერ ჩავალთ.
ვერა. და პრინციპში რა თუნდი კიდევ არ ჩაკა. არა უშ. ამ კარის წინ შეხვდა ძალიან დიდი ნამქერი, რომელსაც ჭრის, მაგრამ ძალიან დიდი დრო დაჭირდება. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავბრუნდეთ უკანა გზით, საიდანაც აქამდე მოვედით, მაგრამ სულ ის არის, რომ ნამქერია, ქარბუქია და უკანა გზაც ოდნავ ჩახრიგილი დაგვხდება. ავტორიალდით ჩვენივრად მანქანიდან გადაუსვლელად მეგობრებო. იაყენა ლაშასთან. არ გინდათ იკარს. ოჩახ. შეიფერე? მეგობრებო, სიტუაცია არის ესეთი, ჩვენ ვართ გაჭედილები, ანუ ჩვენ პირადად არ ვართ გაჭედილები, მაგრამ ბევრი არის გაჭედილი. ამ წუთას ნიკაევში დარჩა ამოსაყვანი. ლაშა გაიჭედა. ლაშა გაიჭედა, კოტე გაიჭედა. ლაშა ამ წუთას მდინარეზე გაიჭედა. მამუკა და გურომ უკვე გზა გაკვალეს, მაგრამ იმ ხელა ნამქერია, რომ ნაკვალები ძალიან მალე ქრება. შესაბამისად, ორი მანქანა ეხა კიდე წავიდა. ლაშასი და კოტესი. და რატო წავიდნენ ნაკვალები, რომ არ გამქრალიყო. არა ჩავარდნენ. წავედით ბეჟ. აღარ ჩანს ნაკვალები ხალხო. ზუკა გურო სადახარ, მოდი ხარ? აი ეს გადაწყვიტა რომ ჩავიდეთ ასე. ერთუთი გაჩერდი. პირდაპირ რა ხდება? კოტე შესაძახა, კოტე. უჩო რა ხელა ნამქერია, თითქოს გზა არის, მაგრამ იქ ნამქერს შეხედეთ ხალხო. შეხედე რა ხელა ნამქერი. და სად მიდის ეს გზა? ემიხმარგეს ვის არა ვის? ხალხო? არა გაჩერდი. ლაშა ტრეკზე დგა ხარ? ლაშა სწორად მიდიხარ, წამოვიდეთ? კი, რავი, მივიდიო. წად. ეხლა ჩვენ ნაკვალებს ეხლა 10 წუთში ვერ გადაუფარავს და ნაკვალებს გამოყვება ყველა რა. ეს ისაბმარ. ლედი ჩართე ხო? არ მაქვს. რატო? კოტე გურო. გამიჭე. ჩვენ გვეროდება. აუ ხალხო ზვავია ჩამოწოლილი. შენ ეს არ გაგიგი. ოპა. აბა ნიჩბები მეგობრებო. ლაშა წვალობს. ეხე დავრახდება.
აუ ჩვენ ჯალამბარიც არ აქვს. მოხაშიშია ზოგადად არანაირი არაფერი არ არის. ჩვენ ჯალამბარი არა გვაქვს, ლაშას გამოსაწევად ჩამოვიდა ნიკუშა, FG. უარ მივტრიალდეთ უკანო ისი ძახის რა ქვია. მამუკა. რა ფერმე ვიქცე მე? წინ დაგხვდა ზვავი. ჩამოწოლილი. ამ უკანა გზაზე. ჩავარდა ლაშა. ამზავს გავჭრით, იმედია სხვა ზოები აღარ დაგხვდება. ნანკარი ძალიან გახარებული, რომ ოფროუდი კიდევ გრძელდება. ანუ იმენა და ფევშვით ხო? და ჭამა მინდა და აბაზა. და განსაკუთრებით გახარებულია სანდრო. მაგრამ ძალიან ჩავჩით. რა ჩარჩი ბიჭო. ტკბილ მოგონებად ექნება სანდროს. ცოტა გართულდა ლაშას ამოყვანა. იმიტომ რომ ძიმეა. ვერავი და კი გამოვიყვანეთ, მაგრამ მეგონი კიდე გაეჭო. მამუკია მოვიდა. მიდი მამუკია, მიდი მაშინ და გადააჭერი, მიდი. მოზადნაო, მარჯვნივ. ამოვიდა. შენ ვიხარი საერთოდ მოდი მამუკასავით გადი შენ რა. მარჯვნიდან აგვიარე მამუკას გაგვარულზე. ჩვენ სად მოვიდეთ? მარცხნივ აიღე და უკან მოდი. ისე მივდივარ. ხო. აი ესე მამუკა როგორც გავიდა და ესე დაბლა უნდა ჩავაჭრათ, ეხა გაუყალავში, მაგას ფიქრობთ? ეგრე ამოვიდეთ. ჩავდაგვალევ. მამუკ წამოვიდეთ, როგორ შენ წახვედი? კი, წავიდეთ. გურო გააგრძელე, გურო. ვიცი, წავიდეს გუროჯე. გადავიდეს გუროჯე. მიდი მამუკასთან. დაბლა გინდა ჩასვლა? აბა წყურზე როდის მივდივარ? ბიჭო, დღეს დაგვიანდა და ხვალ. მამუკ, მანდეთ ხედავ მას, ნაკვალოს ჩვენსას. შენ ფიქრობ, რომ ესე დაბლა უნდა ჩავიდეთ მარჯვნივ? მარჯვენა მხარეს ვაგდებ. რაღაც აღმართზე რო ამოვედით, ნინამ რო დაზადნა. ხო. რო ამოვედით, მე ეგრევე მარცხნივ მოვხვიეთ და აქავედით. და ეხა ფიქრობ, რომ ესე უნდა დავეშოთ მარჯვნივ? ა? ესე უნდა ჩახვიდე მარჯვნივ? ჩადი აბა. მეღადავ. რა გეღადავები ბიჭო, გაიხედე. ეგრე როგორ ამოვიდოდით? მოვდიოთით მე შენაც არ გონაკვალებით შევქმნით რა შევქმნით ხო ეგა ის სიტყვაა მომეწონა შევქმნით წავედით ვარაუდით იმედია გავალთ რამე ტრეკზე ორო განათება ხო არ გაწუხეს არა ძმაო არა სწორად მინდის ხა კი ძალიან ღრმა რაღაცები იყო და ისი არ მოსულვართო არ მგონია Короче, მაგარი პრებულია გვერდით. გაიჭედა ესეც. და ცოტა მიიწევდა უკან მოყვანჩი. ხო, ესეც. გამაჩალაფრეთ ვიღაცა უკან გამწიეთ და გავეთანები დავითაკები. კი, ამასო გასტები შეტეხე მარცხნივ. დავით ვაფშე არ ხაჩავ შალამბარ. გააჩერე. აკუმულატორმა ცოტა დაკა. ხო, ბიჭებმა იპოვა ეს გზა ცოტა კიდე გადი, უკარო კარგად. კაი, მიდი გადადი. გავიჭედე. არ გააჩერო, ერთ-ერთი გაზით.
საიდან აი აქედან. საიდან? აი აქ. ყველად ჩავიდა. ხო. საჭება ჯერი აიგრე. აი. მე შენს ნაკვალებს დავეძებია, აქ ნაკვალები კიდე. ეხა კიდე მარცხნივ შენსკენ. ახლა უნდა დავარკვათ კრუგივის ჯერ მარჯვნივ მომკვდა, მე შედის მარცხნივ. შედი ეს. მეგონი მაგ სახლს უნდა მოუვარო. ვინგან მარცხნივ სახლი როა, მაგ სახლს უნდა მოუვარო. გააჩერე, როგორმე დაზადნე, ჩართე ყველაფერი რაც გაქვს. კალა ვაკეთ ყოფილა თორე. იქითაც არის ფაქტია. და მან როგორ გაიარეს აბა გურომდა დინა რა ქვია. აქ კაი. მამუკა. ო. მან შეიძლება ქორდან გაიარე. რა არის ძა? აი იცი რა არის კაი? ჩვენ თავიდანვე არ გვიმუშავებს და ჩავამბარი და ველა. აღარ უმუშავებ ჩაღამბარი. ეხა დროა ჩვენი ავამუშავოთ ჩემი. და რას ფიქრობ, როცა შენ თავთან მარტო რჩები? რო ცხოვრება არის თავგადასავალი. მომწონს ჩემი ცხოვრება ძალიან და ყველა ახალ გამოწვევაში საკუთარი თავის დანახვა მომწონს. კიდე მომწონს. რასა გაქვს? ჭამა. სმაც მოგწონს შენ ყველაფერი მომწონს. ტვიშის. კი. და ძალიან მიყვარს უბრალოდ არაფრის კეთება და მიყვარს არაფრისგან ბედნიერების შექმნა და ვინ ვერ მაშინ როცა საკუთარ თავთან მარტო რჩები და ალბათ ყველაზე მეოცნებე ბავშვი. სწორად აღნიშნე ბავშვი. ოცნებობს ვიღაცისთვის შეიძლება არარეალური რაღაცა ებრძოლა ჩემთვის მიზნებზე. ხო? თავგადასავლებში ხარ? კი. ეხლა. თან ისეთ თავგადასავალში ხარ, რომ მეტი რო არ შეიძლება რა. გამოიძახე. მე ხაჭაპური. გლოვუა თუ ვოლტია? ის მოგა კუბდარი და ხვაგინა. გლოვუა თუ ვოლტი? რა მე დამცინი შინე? პაკა. მადლობა. რა? გლოვუა თუ ვოლტი? რა გამოიძახე? ნახე ხა ჭამს. Bitch! არა ეგრევე რა ხო? ვერ ვთქვი ხო ეგრე? Bitch! ახ სადაც მობს? როგორ ათბობს ნახე. რა ვქნა ბიჟუზა. ზანკა. ამ სიცოცხლეს ვიმზი და ახლა კიდე მაქსი. რა სიზა საბორგულში გაიყიდა. კბილები არ მოიტეხა. სასიკეთო ძურები გვაქვს. ხალხო. გეფიცებით 20 მეტრა გავიარეთ. და გვიხარია. მგონია რომ იმენა აი ტრასაზე დავდივართ 100-ით. სასიკეთო ძურები გვაქვს. ნახოთ რა იქ. ნინაც მოგვადგა. აია. სიგარეტის ფედერალური სიგარეტის გადაღარბია ხარ. მეც ეგრე ვარ. ნერვები დაიჭირა. ხაჭაპური გინდა? ფეჩზე გამთვარი. აუ მაგარი დღეა დედას გეფიცები თუ მაგრა მევასწავლე. ჩვენ ისევ იქ ვდგავართ და ნიკა ამოყავს ახლა და დავიძურებით. თავარია თქვენი ნაკვალები ვიპოვოთ მე. კოტეს რაცი არ აქვს და ზედმეტი რაცი არ გაქვთ რომ მივცეთ. ვერ მოუხსნით. ხმანაპასი დაატყ. აწია გოგო მანდიდან ქარბუქი შემოდის. მაშინ ეს შენ ჩაწიე ცოტა. ნაუ გეხოცები რომ ჩემი იყოს ხო ჩაწეული არ შვები. დედას ფიცარ შუბლი ისე მთლია რომ გავაფრე. შუბლი. ნელაჩადი, არაფერი არ უნდა, просто ნელაჩადი. ვერ ვხედავ. არა უშავს და. რა არა უშავს, ამინ ის რა, განათება კი არა და. დაორთქლელი მაქვს ბეჟ. მეორეთი რა თქმა უნდა. მოიგადეთ. აიღე გაზიდან და დაბალი გაზით მიხევი, ოღონდ ერთნაირი გაზით მიხევი. გამოწიე უკან და გაარქმენი, აი ხა всё გეკო. ყოჩა. ვინი კიდე? ჩასკა.
გავდივართ სამშვიდობოს მეგობრებო, გავდივართ. მშვიდობას არა, უბრალოდ გურო და მამუკასაც არიან იქ გადიხართ, მე რომელსაც სამშვიდობოა მანდ და 15-20 წუთის საბარი. ჩათვალე რომ სამშვიდობოა რა. ამოვიდა ნიკა? ნიკა ამოიყვანეთ? უნდა ჩავაჭირო აქ ეს. არ ჩააჭირო. გადმოხვედის და ვებშე დავკამერა. მიეცი აქ. უკან ხესვე ყვა დავგაზო. აბასკურის კერა, რა ვიქნა. გასტორი და მიეცი აქ, გაზი მიეცი. მიეცი. აი ცხვრისო ჩაყო ბაუშვი, ცხვრისო ჩაყო მერე მიეცი. კი, გამოდი პროსტა. გავიდე ფაქიანა. აბასკურის გავიდე და ლევანი ხოდი. აი გოგო. ყოჩ. ამას რომ მივსწრით. უეჭველი კაცო. ნელა. მიეცი. ყველაფერი თავზე მახნია. აუ გავჩერდი რაი და ვეღარი მასშები ამი დედაში. ჩამოწაზვავიცი. უნდა ნახოთ გზა როგორ მოხდეთ სასტუმროში. ხა გავდივართ. უკან ორი მანქანა ჩავარდა, ის მანქანები ამოვლენ და დაუძახე თქო რომ გავიწე. აღარ გინდა მეტი, რა ვიცი. და გავაგრძელებთ გზას, წინ მამუკა და გურუარია. და ცოტას ვჩქარობთ, რომ ნაკვალევი არ წაიშალოს, რაც მათ გაიარეს. თორე ჩვენ კიდე ცალკე დავიკარგებთ. აი გააჩერე. დავიძარით და მივდივართ. კოტე უკან ჩამკეტია ჯალამბარიანი. ბოლოს წინა ვართ ჩვენ. იარეთ, ეხა ამ გზაზე ხო ყველაფერი ივლის და იმოძრავეთ, მოვდივართ ყველა. მილიქი დაბლა ჩამოწე. შეხედე რას ჭამს. შეხედე რას ჭამს. ყინულებს ჭამს. ღია. აი ხა სერი. სალამი მეგობრებო. ღმერთო მშვიდობით გატაროთ. თუ არ წახვალ ძევით კარგს იზავთ. იმიტომ რომ იქიდან მოვდივართ და რაღაც მომენტებში ზვავები გავჭერით, ჩამოსვლა გაგვიჭირდა აი ამ დონის მომზადებულ მანქანებს და გირჩევდით რომ ხვალდილით შეუბეროთ თუ მაინც და მაინც, იმიტომ რომ დღისით მაინც ხილვადობაა რა. კარგად იყავით. ნახვამდის. წათი. კი აბა. გენიალური აზრია. ფეროს ამბობთ ეს პირველი თოვლია კაცო. ჯერ ბოლო თოვლამდე ბევრია. ყველანი კარგად ვართ და მოვდივართ. ასე რომ დიდი მადლობა აქეთ-იქით შეკითხებისთვის. დიდი მადლობა. შაკოსგან ხართ ხო? ძალიან დიდი მადლობა. არა, არ დაგიგვიანიათ. დადგა ის წუთიც, ნელა. დადგა ის წუთიც, რომ მოვედით
დანიშნულების ადგილზე, ანუ ამბასადორში, სასტუმროში. ყველა ვიცი თვითონ და არ ვიცი. მე არ ვიცოდი. შო ეხა მივხვდით რა კარგია. დღევანდელი დღის გმირი. აუ ნამდვილი გმირი რა დღევანდელი დღის იმენა მონსტრი ხარ აქტუალებული ვარ ხო და არ გსვამდა ხო ბოლოს დავსვამდა. მე პირიქით ვხდარ დაჭექით. ბოლოს აი თვით გადაჭედის ის ოღონდაც გამიყვანე და ეგრევე მეხუთეში და გაზი დავუყავე და რა ფრენაცოდნია მანქანა. არა მაგ 37-ით ძალიან მაგრა იარეთ აღფრთოვანებული აუცილებლად კი მაგარი გასვლა გამოვიდა მე მონი. აი ამ ჭიქით მოვიფიქრე როგორ ჩავწერო დამამშვიდებელი და დამამშვიდობებელი ვიდეო. იმიტომ რომ მთელი საქართველოს შევარყიეთ იმენა ყველა ჩვენ აი არ გვეძებდა ვიცი რატომ ახლა დღეს ეს ჩვენ ზოგადად ვიკარგებით ხოლმე 24 საათის განმავლობაში, მაგრამ დღეს დავიკარგეთ 10 საათი ვიყავით კონტაქტორები და მართლა მთელმა საქართველოს მოგვეკითხა და ნახევარი საქართველოს ტრაქტორები მობილიზებულები იყვნენ ჩვენ საძებნელად ამისთვის. ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავხადოთ ერთ ჩემპიონ ადამიანს და ეს არის ბატონი შაკო. ძალიან დიდი მადლობა და ვაფასებთ და გაგვიხარდა. გადარჩენილები და აი ეს გოგო დღეს იყო პირველად თოლში და აი 90% დაზრუნებული ვარ რომ მომავალ ახალწლამდე აღარ იქნება თოლში შემსვლელი მაგრამ ის 10% არც 1% შემ ხო? აბაწყურზე წამოხო? ანუ სადაც წახვალ წამოვალ მაგრამ იცოდე და ანუ შემდეგი გასვლა აბაწყურში შემდეგ შაბათს ხო? შემდეგ შაბათს მივდივარ დაბაწყურზე ხო, შემდეგ შაბათს ვეცდებით, რომ ძალიან საინტერესო ვიდეო გადავიღოთ. ცოტა განსხვავებული და მძაფრი. დავაი. და ცოტა სასაცილო. დავაი. მე და შენ მარტოები მანქანაში უკვე ძალიან მძაფრი სასაცილო. ოღონდ ხალხო გაფრთხილებთ, დაბაწყურში დაახლოებით 20 საათი არ ვართ კონტაქტზე და ვართ ბედნიერად და მშვიდად და კარგად. კოცნით გეხოვით. პაკა-პაკა.